დღეს უნდა ვესტუმროთ ქალბატონ ნაზიკო ჯაყელიძეს ძალიან კარგი ქალბატონი, ხნე ქალბატონი გახლავთ და მე მგონი კარგი ჩანახატი გამოგვივა. ნახეთ რა ხედებია აქედან. ქალბატონო ნაზიკო ის აფრთხილებული მყავს ფელოდება. ქალბატონო ნაზიკო ისმად ბატონო. გამარჯობა ნაზიკო ხანო. გამარჯობა ბატონო. როგორ ზანდებით? კარგად, თავად? არა მიშავს. მოვახციე თქვენამდე, მოვახციე. მოგძანდით ბატონო, არ უნდა მოგძანდეთ აბა. გამარჯობათ, გამარჯობა. გაგიმარჯოს ბატონო, გაგიმარჯოს. როგორ ზანდებით? რა ვქნათ? ძალიან კარგად. შენ როგორ ზანდები? არა მიშავს. მეც ასე დავდივარ მოხუცებს, ასაკოვან მოხუცებს არ მომობ. შუა ასაკის ადამიანებს ასე მოხუცები იყოს თუნდა რა, მოხუცები ვარ რა, გასაკვირია მაგრამ. თქვენ მოხუცებისა რა მე აგეთყობათ და ასე რა. მადლობელი ვარ, ძალიან დიდი მადლობელი რომ ამდენ შრომობთ, ამდენს დადიხართ, ამდენ მოხუცებს პატივისცემთ, სურათებს უღებთ თუ რაცა, მუშაობა გაქვთ, დიდი მადლობა. ასე მეფერები და ასე გადავწყვიტე რომ ჩემი პატარა სიუჟეტები მიუძღვნა ამ ასაკოვან ადამიანებს და ასე მოვეფერო და რა ვიცი. კი ბატონო, ძალიან დიდი მადლობა. სხვაიც მოგეფერებიან ახლა რა თქმა უნდა შენი ახლობლები, მეზობლები. საუკუნეები და ვინც ხაი და ენახავს. კი ბატონო, ძალიან კარგია. ძალიან კაი მოგიფიქრებია. დიდი მადლობელი იქნება ყველაიც და მეც ალბათ. რა ვიცი, სახში ავაკეთოთ ხო? ჩანახატი. კარგით. მიბრძანდით და მოვდივართ და რა ვიცი. შემოვდანდი, გუირუს. ქალბატონო ნაზიკო. ისმად ბატონო. ესე იგი ასეთი რაღაცა, ჩემი პირველი შეკითხვა არის, ჩემი რესპონდენტების მიმართ, რამდენი წლისა ბრძანდებით? 80 წლისა ვარ. 80 წლისა ხართ და რა მშვენივრად და რა ჯანმრთელად და რა ლამაზად გამოვიყურებით. რა ვიცი რა. ყველა ჩემი რესპონდენტი ასეთი ლამაზები, ასეთი მშვენიერები, ასეთი ჯანმრთელები, რა მე მიხარია რომ ასეთი ადამიანები ჩვენ სოფელში ცხოვრობენ. მაგრამ მეც მიკვის ესე იგი რომ ეს 80 წელი როგორ გავატარე, როგორ გავიყვაი და ამას პლუს ესე იგი ეს 80 წელი ჩემი ტანჯვა წამება ენით აუღწერელია ნამდვილად. ყველა თქვენი თაობისთვის მართლა მასია, ყველა თქვენი თაობა გაზრდილია არა ფუფუნებაში, არამედ ტანჯვებში და რაღაც კი ბატონო, ენით აუღწერელია ვიზრდებოდი სოფელ უჩამბაში მე მალე დედამ მიმატოვა, მეორე დედა მოვიყვანე. მეორე დედა მოვიყვანე 40 დღის თავში მე 40 დღის გამზადა მეორე დედა იმას ვინაცვალე მე მის საფლავში ისეთნაირად მაგან აგვიყვანა და ისეთნაირად გვეპატრონა რომ რომელი შენი დედა მოუვლის ესე იგი საკუთარ შვილს ნამდვილად ისე აგზარდა. რომელი სოფლიდან ბრძანდებით? სად დაიბადეთ? უჩამბაში დავიბადე. რომელი ესე იგი მე ყველანაირად კმაყოფილი ვარ იმ ადამიანიდან რომ მე მაგან გამომზარდა და მე გავიზარდე მივედი სკოლაში მეოთხე კლასი დავამთავრე. 4 კლასი დასწავლი ვარ. მეტი რამე განათლება მე არ მაქვს. საერთოდ იმ 4 კლასიდან იმდენი ვიშრომე, იმდენი ვივარჯიშე ჩემად რომ ესე იგი მინდოდა რაცხას მიუღწევოდი, მაგრამ მე ისეთი მშობელი მყავდა რომ შორ სკოლაში არ გაგვიშვებდა. გოგვები ხართა შორ სკოლაში ვერ განუიებოდა, არ გაგვიშვათ შორ სკოლაში და დავჭი 4 კლასზე, მაგრამ იმ 4 კლასიდან მე იმდენი ვიშრომე, იმდენი ვიწვალე რომ არაბულიც კი რა და ვისწავლე. იასინიც კი რა და ვკითხულობ. ყველანაირად გამოვცადე ჩემი თავი, მაგრამ ესე იგი განათლება აღარ შემჩა. ამიტომ რომ მე გავიზარდე 16 წლისა ვიყავ გავთხოვდი.
16 წლის გათხოვდი. 16 წელი ყავ გავთხოვდი. ჩემ ქმარს ეკვა მუხამედი. საიდან მოხდით ახლა ეს ისტორიაც აგვიღწერეთ რომ უჩამპიდან აქ საიდან მოგაგნო ხავთ ბიძია. უჩამპიდან აქ საიდან მომაგნეს მამიდა ყავდა აქა შენ ციცნობ მაგას ჯაყელიძე ხუსნას ძმას ძლა იმად ხუსნას ძმას ყავდა ქალად ჩემი მამიდა ჩემი ეს მამიდა რომ ესე იგი დედა მოუკვდა ბებია იყო ჩემი და ბებია იყო ჩემი მამიდა მოუკვდა ამ ჩემმა დედამთილმა და ეს ხუსნასი დედა შილები იყვნენ და შილები რომ იყვნენ ამან ტიილში წამოხვა ტიილში რომ წამოხვა ტიილში გამოჩეულივა ჩემოზმა ტიილში გამოჩეულივა ოდა მერე ამახ დიდი ამბავი მოხდა ძალიან დიდი ამბავი მოხდა აქ რომ მე დამინახა მე ვუთხარი ესე იგი რა ვქნა და მე არ ვაწინამდეგი მაგრამ გათხოვებაზე სასტიკი წინამდეგი ვამბო გათხოვებაზე სასტიკი წინამდეგი ბავშვი ვარ ავთხოვდები ვკვირივა ყიამეტობ მაგრამ მე ვინმე აღარ დამიჯერა და აქედან ამოვდა ელჩმა მერე იქიდანაც მოვდა ელჩმა ოდა რა ვიცი თელი ამბავი ეს ელჩებმა ამან ჩემ ბაბას აქ ძალიან ბევრი მისიანი ყავს აქ აძენაშვილებში დედა ჩემი დანდალველია ბაბაიც დანდალველია და უჩამპაში საიდან მოხდით მაშინ? თუ ორივე დანდალველები არიან უჩამპაში საიდან მოხდით? უჩამპაში საიდან მოხდით? შემოძმავ და ხასია იცოდი გააღმა? კი ბატონო. იმისი მამიდა ჩემი ბებია იყო. ამით მოხდი იქა. იმით მოხდი ჩემი ბებია იყო და იქიდან გავჩინდი და ალბათ და რა ცხადა გავიზარდი. კარგით ახლა მომისმიეთ თქვენ დროს ქორწილები იყო? ქორწილები რა ის ქორწილი 16 წელს რა გამოთხოვდით ახლა ეს პერიოდი ახლა ამბავი მოგიყარა დეირებიტლა ჩემი დროში რომ ეხებრები იყო და ამბავი იყო რა ქორწილი იყო და რა იყო რა ის ქორწილი იყო ჩემ გათხოვებაზე იმხელა თოვლი იყო რომ ხილამურით სამკლეველი და ჩემი დაგავათხვეთ და ოღრიალი ხომ გაგონილი გაკ ოღრიალმა ბიჭმაძე იყვანა მე ოღრიალი გედებაგენ ჩაქში ცხოვრობდნენ ის და აღარ ამყავს ჩაქში ცხოვრობდნენ ის და აღარ ამყავს და მე ამ ოღრიალში გადმოჭრი თოლსა გადმოხვან ჯერ უჩამფა უნდა გამოიარო მერე ცინა მოსლამდე კაიგაყოლა გზა და ტყეა უნდა გამოიარო მერე ცინაეთ საკეთ კიდევ ოღრიალში მოსლამდე იცი რამდენი გამოსავალ დაზიგობისელო კი ახლა ეს ძალიან შორს ამიყვას მაგრამ მე ფინალი მაინტერესებს თქვენით მოდიხართ თუ აქ თქვენი მეუღლეც გახლავთ მეუღლე არ მახლავს ესე შენი ფეხით მოდიხარ ბღომებისას ფეხით მოდიხარ ხალხი მახლავს და მაშინ ისეთი წესი ყოფილა რა იყო ვაკიმი ათვით ცნობდი ჩემო ათვით და დარახული ზამყავდა რამე არა ბაღანა ჰოდა აკა ამა ნაში რომ იგი უკენით გადმოვედით ოღრიალი რომ გამევიარეთ ესე იგი ჩემი და რომ ათხოვდნენ და მაშინ აქედან მაპირებდნენ აქედან მე აქ დაადინეს რომ იპარავენო ამ ჩემი დის ქორწილზე იპარავენ და დიმიწყეს დაცვა ნუ მცავთ მეთქი უთხა მე არ ვარ დასაცავი მოვედით მე რაც ხაფრად იქნა გამოვედით აძნაშვილები ხარავლა თელი ამბავი გამოვედით აქა ჯაყელიძე ხუსნას ბახჩაში შემევიარეთ მაგრამ ხილამურით სამკლეველი ამოვედით ამან ჩვენების სინორთან ამოვედით და ნალია იყო ჩემ სახლის იქეთიდან იქეთ ძველი სახლი გქონდა და იქ ნალია იყო და ნალია ქვეშ გამომისრა ცუდაო მოგეწონა მოწონება და სიყვარული ჰადი იყო ჯერ რომ შეხედი ახლა ხომ ვიზუალურად მოგეწონა მხოლოდ მოგეწონა სვაგდა აი ჰალანაწახი უკან ხომეღა ძლიერ ჩავავედი და ინვალიდი მული მყავდა მერე მოხუცებული დედამთილი მყავდა მერე ამას პლუს მაზლი პოლიციელი მყავდა
მაზლი. ერთი მაზლი პოლიციელი მყავდა, ერთი ახლა ის უფროსი ძმა ის იყო, ჩაკჭი ცხოვრობდა, ერთი ხელბეჭამი ცხოვრობდა, ჩემს სახლში ვინმე ადამხდენია მულისა და დედამთილისა და კაცის გარდა ვინმე ადამხდენია ჩემს სახლში. ესენი დამხდნენ, მაგრამ ესენი იყვნენ შეუძლებელი და ამ ქმასაც ჩემზე მეტია ბედიაში ეძლო. ის უბრალოდ 16 წლის გოგო ახლა როგორ ძლობა გამოიჩინე ახლა 16 წლის გოგო. სუსტი და პატარა იყო ისი. როგორ უნდა გამომეჩინე ძლიერი მე ვიყავ. ისი ახლა რა ლამაზი ქალბატონი გზანდებით და 16 წლისა რა იქნებოდით? მე რა ვიცი ახლა და ძილობაზე რაღაც ჯავხონე და აგო არა ლამაზად ძალიან ლამაზად გამოიყურებით ძალიან. არაბერი აღარ არის და ხოდა ამ გავნაგდა ცხოვრება. გავნაგდა ცხოვრება, მაგრამ აქ არ გინდა ცხოვრება. ამ ოჯახში ცხოვრება, წყალი ეზოში არ მაქვს. მანქნების გზები შაშამეიტანო არ არის გასული მანქნების გზები არ იყო მაშინ. და დავდიოდი მე, მული, ინვალიდი, დედამთილი, მოხუცებული. და ქმარი ცაცხარა ალბათ გაიქცევა, წავა სამუშაოა თუ რაცა განა იმფერი ძლიერი და სამუშაო და იდეალი არ ხონდა, მაგრამ ილა აცხა ხომიცი ოჯახის კაცი აცხა წავა. ხოდა გაუძეხმე ამ ცხოვრებას. ამ ცხოვრებას მე გაუძეხ, მაგრამ რაფერ გაუძეხ მე ვიცი. ზამთარში მახილს წევღებდი, დღეში დავჭვითავდი და შეშას ისე მოვიტანდი. შეშა ისე მოზიდული მაქვს. წყალი ზათი ეზოში არ მქონდა. ეგ ზეით რომ ახე ისეთი გეწოდინება, იქიდან გადმოშვებული და რაცა ბედრო შედგმული და გავაზო თოვლი ნადნობი მაქვს, თოვლი. და ისე ვასვამდი ბოდიში შენთან ძროხებს. წყალს, თოვლი ნადნობი მაქვს. ისე ვასვამდი წყალს. მაგრამ მე არ გამჭირვებია არასოდეს. შეძლება მაგარი მქონდა, მაგარი შეძლებული ვიყავ. ახლა ჰაღადა უკვე დამთავრდა და ეს ამ დროს ესე იგი რომ ეს სახლიც ისე დეგვეწვა და დეგვემართა მერე აქ გაკეთებული ჰქონდა ეს სახლი. ეს სახლი იქ დაგეწვათ სახლი? იქ დეგვეწვა. აქ გაკეთებული ჰქონდა ეს სახლი. და მე რა გადმოვედით აქა საცხოვრებლად. აქაც გადმოვედით საცხოვრებლად. აქაც ქმარი და მე ეს ამ სახლის ქვა ჩემი ხელით აზიდულია ლათ. ოჩა. და მაზლები უსტიები მყავდა. მაზლები მოხელეები იყვნენ და ისინი გვეხმარებოდნენ და იმათ გვერდში ვედეგი. და ასე გავიდა ჩემი ცხოვრების ხევრები. რამდენი შვილი გყავთ? 5 შვილი მყავს. 10 შვილი მყავს. იმრავლოს ღმერთმა. 10 შვილი გე 25 შვილი მყავს. 25. 25 შვილი მყავს. და შვილთა შვილი ყავს ალბათ 10 შვილი მყავს. 10 შვილი მყავს. 10 შვილი მყავს და მათი შვილის შვილები აიან 25 შვილები, ბადიშები. ვერ გავიგე, თქვენ უშუალოდ რამდენი შვილი გყავთ? 5. 5 შვილი გყავთ? შვილი 10. შვილი 10 და შვილთა 10 შვილთა შვილები 25. ღმერთმა გამრავლოთ. გახაროთ და გამრავლოთ. იცოცხლეთ მადლობა დიდძედიდი. ყველა შვილები ლამაზად დალაგებული, კარგად. შვილები არები შუქო 10 ჩემთვის სიცხვილი აუჭმევიან. ლამაზად დავალაგე, ვინმე ხმა არ ამოღია, ვინმე ცუდი არ დულაპარაკდია, პედი ლაპარაკებოდნენ ჩემ ხელში გაზრდილი შვილები. ჩემ ხელში გაზრდილი შვილები ზედმეტ ზაფედი ლაპარაკებდნენ სხვასთან ცუდს და რა გააკეთებდნენ ცუდს. ჩემი სიტყვით უნდა ევლეს. მიდიან სკოლაში, ჩემო ძმა და ასეთი იგი ვიყავ, პრინციპიანი რაღაცა და ერთმა კრავატი არ გაასწორა მისი. და შევხედე კრავატი არა გასწორებული და შუა გზაშია ჩასული. დაუძახე, დარეჯანი ექვა. დარეჯან, რა გინდა დედაო? რა მინდა და ახლა მოდი მეთქე საჩქაროდ. დავაბრუნე, ამოვიყვაი. უგვიანდებოდა თანხმათა შორის. შედი შენი კრავატი გაასწორე და მე წადი სკოლაში მეთქე. მაგვიანდება
შენი დაგვიანმა სულ მაინტერესებს მეთქი უთხრა. ის გაასწორა და ის დადის სკოლაში მეთქი. ყორჩა. თან ის და ის იყო, დეიჯერებ ის და ის იყო, მეორე გამეორებულა. იმას პლუს, იმას დანარჩენებას გეიგონეს, ისე გააკეთეს, როგორც იმან გააკეთა. აგეკეთებიეს და ვისი აჯობებდა. იმიტომ ბავშვი, ესე იგი, უნდა მოეფერო, მოისაყვალო ძილში. ძილში რომ ბაბა არ გათამამდეს. იდა შენი სიტყვით იაროს. აქ. ნაზიკობიცოლა. ისმე ბატონო. ახლა 80 წლისა ბრძანდებით ამ ხალხ ცხოვრება გაიარეთ. ბევრი ტანჯვაწამება აღწერეთ თქვენი ცხოვრებისა და ყველას მართლაც მასე იყო ყველა ცხოვრება ადრე. და ამ 80 წლის განმავლობაში აი შენთვის მნიშვნელოვანი ამბავი ან დრო ან რაღაცა თუ შეგიძლია მოგვიყვე რაღაც სასიამოვნო პერიოდის ამბავი ან რაღაცა მნიშვნელოვანი ამბავი თუ შეგიძლია გაიხსენო რამე. კი ბატონო, როგორ არა, მნიშვნელოვანია. ესე იგი შვილები რო შემეძინენ, ისიც მნიშვნელოვანია და ბედნიერება. მე შვილთა შვილები შემეძინენ, იგიც მნიშვნელობაა და ბედნიერება. მე შვილები დავასახლკარე, გოგოები დავათხოვე, ბიჭები დავაქორწილე, იგინიც ბედნიერებაა და ბედნიერად ბძნობდი თავს, რა თქმა უნდა. მაგრამ ესე იგი ახლა არის ისეთი დრო რომ ყველა შვილები დანაწილდნენ, ყველა მათპატიმ ცხოვრობენ და ესაც ბედნიერებაა რომ ჩემი შვილები ასეთი ღიაციშქვეშ არ არიან, ყველას ბინები აქვთ, ყველა კარგად ცხოვრობენ. ამ ბოლო შვილმა გამამწარა და ღმერთმა ამართვა, მაგრამ მისი შვილები და მისი ოჯახობა ყავს და არიან და იმათ უნდა ყურადღება მივაქციო და ასეთი ესე იგი მინდა რომ იმდეხანს ვიცოცხლო მათ ესე იგი მაგინის გზას უჩვენო და გზაზე დავაყენო და ის ბედნიერებაც გძნო მოგონი ეს ღმერთის სურვილები ძალიან ბევრი ამისრულდა და მიხარია გამჩენ ღმერთიდან რა თქმა უნდა გახარებული ვარ გამჩენ ღმერთიდან რომ ასეთი შვილები და შვილთა შვილები და რა თქმა უნდა მადლობის მეტი რამე არ მეთქვის უფალზე დიდი მადლობა უფალს რომ ამ დონეზე ეს ჩემი შვილები დავასახკარე და ყველა არც ცირცხვილი არ უჭმევიან კარგად და მიხარია და ეს მიხარია ბედნიერება ეს არის ჩემი ღმერთმა გახაროს და გაბედნიეროს ნამდვილად სასიხარულოა ასეთი ბედნიერი ვიყო ამ სიბერეში და ღმერთმა ეს სიბერე სულ დიდხანს და ღემრიელად და გახაროს და გაბედნიეროს იცოცხლეთ მადლობა დიდი ბატა ამ თავრობინამ წრეზე თქმა უნდა ახლა თავრობას დავანებოთ თავი აქ თავრობა არ შევყვანოთ გიყურებს ეგ ყავს მაგრამ თავრობები პატიშების მაზლია ისი ხოდა მამუკაითულმანიძე კი ბატონო ღმერთმა გაუმარჯოს მაგრამ აქ თავრობა არ შევიტანოთ ამ დიალოგებში ეს სხვა თემა არის და ვიხდი მაზიგობისოლა გისმე ბატონო თქვენი მეუღლის ერთად რამდენი წელი იყავით თანაცხოვრებაში ნუ ერთად და თქვენი რაც გამოთხოვდით რამდენი წელი იცხოვრეთ ერთად ერთად ვიცხოვრეთ ესე იგი 75 წელი ვიყავით ერთად მაგრამ ერთად ყოფნა არ იყო ისი რომ მოვედი მაი წაიყვანეს სამხედროში გაიწვიეს 3 წელნახევარი სამხედროში იყო მე იქიდან ამას პლუს სამხედრო მე რომ არ შემძლებოდა ოჯახი განადგურებული იყო მე ვიყავ დიდი შეძლებული და ამით წავმართე ოჯახი მაგრამ რა ვთქვა სხვა ესე იგი რომ ბევრი შრომა ბევრი წვალება ბევრი ტანჯვა გადატანილი მაქვს იმ დროში რომ მან სამხედროში ესე იგი თქვენ რამდენი წლისა იყავით რომ 16 წლისა მოხვედით ხო ის რამდენი ხანში გაიწვიეს ჯარში მე ხვამძია ის ერთი თუ უფროსი იყო ჩემზე რამდენი წლის მერე გაიწვიეს თქვენ რომ მოხვედით 7 თვის მერე ესე 16 წლის გოგო გაუძახი ცხოვრებას მერე გაიწვიეს ოჯახი აღა შვილივით ძანდები და მაშინ დავჭი ოსულად
ხედავ თან ფეხმძიმე და თან ამ ხალა 3 წელნახევარი ოჯახს გაუძღვეს პატარა საქმე არ არის. რომ წარმოედგინო დაფიქრდე არასოდეს ვერ მეიგო ვერ იტყვი რომ რამეც კარგი ვნახეო მე 7 თვის მე რომ წევიდა სამხედროში და წელწად ნახევარი იმსახურა და 10 დღით შობლობით ჩამოვიდა 10 დღით 10 დღით შობლობით ჩამოვიდა 4 წელ ნახევარი იმსახურა 3 წელ ნახევარი იმსახურა რომ ჩამოვიდა ესე იგი 2 ბავშვი დახტა გამოზრდილი წარმოედგინე მარტო რომ რამდენი შრომა და ამაგი და წვალება გამივლია ამით მიხდები ყველაფერი სამაგიეროდ ახლა ხარ სამაგიეროდ გამიმართლა ბოლოს გამიმართლა შვილებიდანაც კმაიდანაც კმაყოფილი ვაიარები შუქურ ბიცოლავ ერთი ასეთი კიდევ მინდა გითხრა რომ შენისთან ასაკოვანი ადამიანები შენ სოფელშიც აგე შენ სამეზობლოშიც გაღმა სოფელშიც ჩაწერილი მყავს და ვიცი რომ ზოგი კი ბატონო ვიცნობ მაგენს რა თქმა უნდა ვიცნობ და იგენთანაც მაგ ნათქვამის სხვებს რას უსურვებ თქვენს ასაკოვანს თქვენს თანატოლებს მერქი და თქვენს მათ რას უსურვებ აბა აგე არის თან შილია სხვა ხომ არის ჯაყელიძე ვესილე არის დიასამიძე სულთანია კი ბატონო ბევრი არიან კი ასოფელში აგენცდო გელაძე შალვაი აიშე გელაძე კიდევ მუსრადინა აიშე ამათ ყველას ვიცნობ რა თქმა უნდა ზოგ ვიცნობ ზოგს ვერ ვიცნობ რა თქმა უნდა უსურვებ კარგად ყოფნას ჯანმრთელობას ყოფილიყვენ ჯანმრთელი და ესე იგი ეცხოვრო როგორც მათ სურან გაღმაში აგერ ვიცნობ სანიეა ვარდოა იგენსაც ვიცნობ რა თქმა უნდა ღმერთმა გააგობა ჯანმრთელობა სიკეთე მიცენ ყოველთვის და კმაყოფილი ამ ყოფნონ ამ ცხოვრობიდან მაგრამ ამ ცხოვრობას რა ვიცი ცოტა ვემდურით რომ სოფელი იცლება იგამაიყოს გამომაიყოს სოფლები გეიცალა უკვე მასია მართლაც მასია ახლა მე სხვა კადრებსაც ვიღებ მე ახლა სოფლის კადრებსაც ვიღებ და ზოგ ბევრი სახლი დაკეტილია ძალიან ბევრი სახლები დაკეტილია ეს ძალიან ბევრი შენდება გულსატკივარია რომ სოფელი აღარ არის სოფელს ხალხით აქ ესე იგი რომ სიხარული და გართობა სადა ახალგაზრდა ერთი ვინც ხამ თუ მოვიდა და გაჩნდა სოფელში ისიც ნევრიულობს რომ უკვე აღარ მეხალისება სოფელიო და მომეწინა ვინმე არ არის ვინმე ვერ გადახვა ვერ დაილაპარაკებ წასულია თელი სოფელიო და რა ვიცი და ამ ფერიხებრები და ახლა თქვენ უკვე ძველი თაობის ისახართ და მე მინდა ასეთი შეკითხვა დაგისვა ახალი თაობა როგორ მოგწონს ახალი თაობა ახალგაზრდები ეს ბავშვები რომ მოდიან ახლა ეს ახალი თაობა ახალი თაობა არ მომწონს ავქნა ახლა მე თქვენს ვერ ვიტყვი არ მომწონს და რატომ არ მომწონს მე ვარ მაგალითად ასაკიანი ხალი ყველანაირად რომ თქვათ ასე შვილი გადამეცვალა და ოჯახი დამეღუპა და რა ყველანაირად საშიშონაში ვარ და ახალ თაობასაც ამუხედია ჯეჯერობით და აქბამ ძველს ამუხედია და ახალი რასიქს ავიცი ახალი რასი კიდევ და კიდევ მაგავე იგეთმი ავიცი ახალი თაობა მაინც სხვა თაობა რა ქნან ახლა ახალ თაობა სოფელში და გააკეთოს ვერაფერს ვერ გააკეთეს ამიტომ იძულებული არიან იმდენ რაცხას აკეთებენ ბევრ ადგილზე იმდენ რაცხას რომ იქ გასაკეთებელი არ არის და აქ ასობად გასაკეთებელია მაგრამ ვინმე არ უყუროს ვინმე ყურადღებას არ მაგწევს მე ასე მაგი ახლა ასაკოვანებმა იცით ეს მოდით და მაგას თავი დავანებოთ და ფინიშისკენ წავიდეთ აბა ყველაფერი თითქმის ამოწურეთ და მოდი ასეთი რაღაცა ჩვენ ხელშეკრულება დავდოთ მე და შენ თქვენ 80 წელს ბრძანდებით და ყველას ვეუბნები ასეთ ხელშეკრულებას ვუდებ თქვენ დაგჭირდებათ ამისთვის 20 წელი 20 წლის მერე მე მოვალახ თქვენთან და კიდევ ასეთ სიუჟეტს ჩავწერთ და უფრო ბევრ ამბებს დავამატებთ იმ 80 დაემატება 20 წლის კიდევ სხვა ამბებიც და ასეთი სიუჟეტი გავაკეთოთ 100 წლის იუბილეზე ისოცხლეთ მადლობა თანახმა ხარ თუ არა კიდევ თანახმა რა თქმა უნდა კიდევ ისიც დავიწყდა რომ რაფეიცმა მყავდა და მახუნცეთი აძგესის დირექტორი იყო და იქიც აამყავს
იგი წამხობს. და ჩემი ბედნიერება ასე მიდის. მაშინ კარგით, დავასრულოთ და რა ვიცი, გისურვებ მართლაც ასეთი ომახიანი რომ ბრძანდებით, ასეთი მაგარი, ძლიერი ქალბატონი ბრძანდებით, კიდევ დიდხანს და დიდხანს იყავით ამ ოჯახში, თქვენ შვილებში, შვილიშვილებში, შვილთა შვილებში ღმერთმა გახაროს და გაბედნიეროს. ისოცხლეთ მადლობა. აბა, კარგად და კარგად ბრძანდებოდ. რაცხა ბძანეთ მიირთვით, ერთი რუკმა რაცხა შეჭამეთ. არა, ეს მადლობა. ასე პირ გაუხსნელი ოჯახიდან რომ ბძანდები, ეს ჩემი ესე იგი რაცხა არაუშავს. ამომწონს. კარგად ბრძანდებოდეთ. მადლობა. ძალიან სასიამოვნო იყო თქვენთან ესეთი საუბარი. აქედან რომ ადამიანი გადახედავს და ასეთ ლამაზ ბუნებას დაინახავს 80 კი არა 115 და 120 წელი უნდა იცოცხლოს, ხო? კი ბატონო, მაგრამ ეს ჩვენზე ნამდვილად არ არის, თორე აღარ დაიქნება.